მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო. დღეს ჩვენ უნდა შევხვდებით ბატონ გივით აკთაკიშვილს განმეორებით. ხაზგასმით, იმიტომ ამბობ განმეორებით, რომ არ მეყვარს ხოლმე ერთი და იგივე ადამიანების მოწვევა. იმიტომ რომ საკმაოდ უმერთმამრავლო და ეკონომისტებიც ბევრი ყავს და ზოგადად მოაზროვნე ადამიანები. და მინდა ხოლმე რომ ახალ-ახალი სახეები წარმოვადგინო, მაგრამ ბატონ გივის მოსვლა მეორედ იმიტომ მინდოდა რომ ვეშურები. ის არის ემიგრანტი ჰოლანდიაში, ჩამოსულია სულ 2-3 კვირით და მინდოდა რომ მაქსიმალურად გველაპარაკებინა და გაეხსენებინა ის ძიმე ამბები, რომელიც მას გადახდა და რომელიც იმ ეროვნულ მთავრობას ხელისუფლებას გადახდა. ხო და ამიტომაა დღეს ის ჩვენთან. ვიდრემდის დღევანდელ საუბარს აქ მოვაწყობდით, მე Facebook-ზე დავწერე, რომ ესეთი შეხვედრა გვექნებოდა ბატონ გივისთან და Facebook მკითხველებს ვთხოვე, რომ გამოეთქვათ შეკითხვები, აი მაგალითად თვითონ თავად რას დასვამდნენ, რას შეეკითხებოდნენ, რა ინტერესებდათ. და რამდენიმე შეკითხვა, ბევრი იყო შეკითხვები და რამდენიმე მე ამოვიწერე აგერ და მინდა რომ ამ შეკითხვების მიხედვით ამ შეკითხვებზე ვისაუბროთ და ვასაუბროთ ბატონ გივი. დავიწყებ 1-2 პოლიტიკური შეკითხვით. ეს არის ემიგრანტი, თავის დროზე ეროვნულ მოძრაობაში აქტიური ადამიანი, ზაქარია ლაშქარაშვილი. ეხლა ის საფრანგეთში ცხოვრობს და სურს რომ ასეთ კითხვაზე გასცეს ბატონ გივიმ პასუხი. ესე იგი და მეც მინდა რომ ძალიან გძლათ არა, მაგრამ მოკლედ უპასუხო თქვენ რას ფიქრობთ. იმიტომ რომ რაღაც ეჭვები, რომლებიც არის ბატონი ზვიადის გაცვლებული ათელში იყოს მის გარშემო, მინდა რომ გაიფანტოს, აი ნათქვამი როა ცეზარის მეუღლე ეჭვებს გარეთ უნდა იყოსო რუსულად. შენა ცეზარია ნეპადაზრენიეო. აი ამიტომ გეკითხებით ამას და თქვენ რა სიტყვით. შეკითხვა კი ამაში მდგომარეობს, ესე იგი ზვიადი იყო თუ არა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკური პროექტი. და კაკებემ ჩამოაშორა თუ არა მას პოლიტიკური კონკურენტებიო, გეკითხება ბატონი ზაქარია. რა სიტყვით ბატონო გიგ? ეროვნში მადლობა მოწვევისათვის და მოგესალმები თქვენ მაყურებლებს. ხო, თulis ის არის სიტუაცია იყო მაშინ ჯერ კიდევ და იქიდან დავიწყებ, თუ გახსოვთ პატიაშვილის დროს აჩვენეს ვიდეო, სადაც ეროვნული მოძრაობის წევრები ერთმანეთში დაობენ, ლანძღავენ და ასე შემდეგ. ხო და უკვე აქედან ჩანდა, რომ ვინ ერეოდა ეროვნული მოძრაობის საქმეებში და როგორ ერეოდა. რა მიზნით? ხო და ამიტომ მე ცოტა სხვანაირად ვუყური პოზიციებს და მეორეც უბრალოდ ეს ფაქტია და ამას ვერავინ ვარბობს. აი ბატონი ზვიადი უკვე რომ თავის მცველებთან ერთად დაეხეთებოდა თებში ხო და მათთან მივიდნენ ვიღაც მეკავშირეები მიუგზავნეს რუსებმა და სწორედ რომ მისულიყო აფხაზეთში გადასულიყო და ერთ ოჯახში მისულიყო. ეს ხდება სამეგრელოში კი მივიდა ბატონი ზვიადი იქ ამ მერე მოვიდა რუსეთის სარლობა ხო და ამის გარკვეული საუბრის შემდეგ სწავლობდნენ ბატონ ზვიადს პირობა ულტიმატუმი რომ აფხაზეთის აღიაროთ და საქართველოს საქმეში მე ჩვენ არ ჩავერევითო ერთმა უწის ჩაერევენ თუ არ ჩაერევენ მე ხო და ну ასე პირველ რიგში ეს აფხაზეთის მოსთხოვის ზოგადად უპასუხო ბატონმა ზვიადმა რომ ასეთი რამე არ მოხდება გამორიცხულია მაშინ თქვენი ადგილი აქ არ არისო თქვენ განაჩენს თქვენ თვითონვე მოვაწერეთ ხელი ანუ ბატონმა ზვიადმა იცოდა რაზე მიდიოდა და რას ნიშნავდა ეს შეხვედრა. ხო. გასაგებია. ამ შემთხვევის მერე მოხდა ისიც რაც მოხდა. თავი მოიკლა მithom. ხო. გასაგებია. ზვიადი იყო მებრძოლის სულის ადამიანი, თავს არ მოიკლავდა. გამორიცხულია. ერთი და მეორე კიდევ ერთი არის რომ ფიზიკურად მოკლავდა, მეორეა რომ თავს იქნება მოაკლევინო კიდე ციკამდეც მიიყვანო ადამიანი. ანუ
ორივე ერთი და იგივეა. რა თქმა უნდა. კეთილი. ბატონო გივი. იმავე პოსტში მე დავწერე რომ ისეთი გამოცდილების ადამიანი როგორც ბატონი გივია და მისი საუბარი მეთქი ძალიან საინტერესო უნდა იყოს მეთქი და ერთი გამომედავა აი როგორც აი თითიდან გამოიწოვა ეს კითხვა და ეს კამათი რატო არ ვიცი რა დიდი გამოცდილება ბატონ გივის ჰქონდაო აი მოკლედ რო ჩამოაყალიბო გზელი იყო ის შეკითხვა მაგრამ მოკლედ რო ჩამოაყალიბოდა ესე იგი სანამ დეპუტატი გავხდებოდი უზენაეს საბჭოს მე ვიყავი რაიონის საბჭოს დეპუტატი და არ ვიყავი ფორმალური დეპუტატი მართლა მუშაობდი ბევრ ჩემ ამორჩეულს ვიცნობდი ბევრისთვის კარგი საქმეების გამიკეთებია ხელმოწერას ვერ მომყობია თუ საჭირო მოვყვეს რა გიზრო არ არის ალბათ ხო აი მაგ დეპუტატობით გავიცანი ირაკლი ანდრიაძე რომელიც ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე იყო და ასე შემდეგ და მაგასაც თანაც დიდი კამათი მომევიდა ერთ-ერთი ჩემი ამორჩეულის გამო მოხუცი ქალბატონის გამო და ბატონი ირაკლი მეუნება არაქცხვენია რომ თაქთაქიშვილიო ვიღაც თურქესტანიშვილის გულისთვის დადიხარო აი ესეთი მაშინდელი აი მისი სიტყვებია კი ხო და მე ვუთხარი თავადის შვილი ხარო შვილი წარმოადგენელი ხარ მე ვუთხარი თურქესტანიშვილების თავადები არიან მეთქი ჯერ ერთი და ხო და მეორე ჩემი ამორჩეველია მეთქი გასაგებია ხო ნუ რატომ მივედი ეს სხვა საკითხი იმ ხალხს უჭირდა რაღაც ჭირდებოდა და ეს შემდეგ ხო ეს ერთი ხო და გარდა მაგისა ბევრი რამე მაქვს უბანში გაკეთებული ესე იგი ხო მით უმეტეს რთული უბანი იყო ძველი სახლები და ასე შემდეგ ესე იგი და აი ხა უზენაეს საბჭოში ახალი მოსულები ვართ უკვე რა და ბატონის ზვიადი მირეკავს შენ მეზობელს რაღაც შეეშალა და იქნებ გადახვიდეო მიხსნი ვიზაც იყო საუბარი ხო ერთ-ერთ საპარლამენტო კომისიაში თავმჯდომარესთან ხო და ამდეგი შევედი მივედი აი გივიც მოვიდა იგივე ჩემ ხარეს არის უთხარი ესე არ არის მეთქი ბატონო ჩემო კოლეგა მეთქი ჯერ დავაპარაკები აი ამ ხალხს მეთქი მე შენს მოგისმენ მეთქი მე გადავწყვეტები ვის ხარეს ვიქნები მეთქი ფერი შეეცვალა ჩემს კოლეგას ის ხალხი მოსული იყო იქ იყო ხო და არლის რაიონის სოფელი ახალსოფელი და რა საკითხზე მეურნეობა ქონდა სოფელს აღებული იჯარით და მეურნეობას აუქმებდა ეს ჩემი კოლეგა ან რა უფლებით ხო ნუ ახლა ამ ხალხს რა ველაპარაკი ახლა დავიწყე იქიდან აი ვისიმე ვალი გააქვთ მეთქი ან სახელმწიფოს ვალი ბანკის ვალი ხო და თუ გაქვთ მეთქი მანახეთ მეთქი ანუ მათ ჰქონდათ კოოპერატივი შექმნილი ასე ხო და აღებული იჯარით ეს მეურნეობა ხო ხო და არაფერი ვალი არ ჰქონდათ ხო და აბა რას სათხარჯად მეთქი ამ ფულს ამ მოგებას რომელსაც სიგარეტით მეთქი სკოლა ავაშენეთო ასფალტი გავაკეთო სოფლის ცენტრში შუქი გავიყვანეთო ხო ასადინარე ისინი გავაკეთეთო ესე იგი ხელი შეწყობის დაცვად ამ კაცუნოდა რომ ეს ყველაფერი მოესწრო და გაენადგურებინა ხო და მე ვუთხარი რატო უშლი მეთქი ამ ხალხს ამ მუშაობს მეთქი მუშაობენ გაანებე თავი მუშაობენ მეთქი რა და საბჭოთა მეურნეობა გადმონაშთია კომუნისტური მე ვუთხარი ბიჭო იქ კომუნისტები დროსაც მუშაობდა ხალხი მეთქი და თუ იქ რამე სასარგებლო იყო ის დაეხმარე და ფეხზე დააყენე და გამოიყენე მეთქი და დაანგრევა ადვილია მეთქი აი მე ამ ავტორის სახელის მოგუნება ამ ხალხის მოგუნება ჩვენგან ძნელი იქნება მეთქი ხო ნუ იმის უთხარი ეს განცხადება შენი მომეცი მეთქი რომ შენ სახელზე რო დაწერი გამოვართვი ეს შენთან იქნება მეთქი დავაწერნი ახალი განცხადება შენ სახელზე დავადე რეზოლუცია იმუშაონ შეუფერხებლად ხო და რო გამოვდიოდით ერთ-ერთმა ეთო ხელმძღვანელი იყო ამ ჯგუფის და ვამბობი ხوار დაგვეხმარებით კამაზი გვინდაო და არ გვაძლევენო რატომ მეთქი და ფულს თხოვენ ნუ არ მინდა ხება და დაწულებს საუბარ დაწერე მეთქი განცხადება რომ მინდა კამაზი ის სახელზეც არის მეთქი და მე თხოვნა დავუწერე თქო შეუსრულეთ აუცილებლად ცარალა არ გავუშვა იმიტომ ამას მე გავაკონტროლებ. აი ეს საერთოდ იმას ზოგჯერ ცოტა უხეშად ვიქცეოდი ხოლმე, მაგრამ ნუ საქმე ითხოვდა ეგრე.
მეორე თუ მესამე დღეს იყო დილას მდივანი შემოვიდა ჩემთან და ამაზით გავდაბა და ასიგნალებსო და სირცხვილი ხალხი პარლამენტის ეზოში, შიდა ეზოში. არა, გეზერო ჩამოდის გზაზე, ქუჩაში. ჩემ ხარეს იყო ეს კაბინეტი და ხო გავედი, ხო და აი ამაზე მოგცესო მივდივარცო და სიგნალებს გაძლევ. ხო, წადით მეთქი გზას ბარაქა დააყარეთ, იმუშავეთ საქმის მიხედვით მეთქი. ახლა მე რო გამოსვლება არ ქონიყო, იმათ ეტყოდი ეს ჩემი საქმე არ არის, ბოდიში ეს. გასაგებია. ხო. ეს კიდე ბევრი ესეთი ამბების მოყოლა შემიძლია, მაგრამ უკვე ჩამოთვალოთ ახლა. მე ვიცი, ბინების ამბავზე დაყვებოდით ხალხს 1000 რამე ვიცი. ახლოს მიქონდა მეძებს რომან რურუა. რომ მოდიო, მადლობა მინდა გადაგიხადო. აჰა. ჩემი საარშივნობაში შედიმოდიო და მაგისის სპორტნაწარმის ფაბრიკა. და მათ ჰქონდათ სოციალური უზრუნველყოფის და ბინაჩვენობის ფონდი, ფული ჰქონდათ, მაგრამ ვერ ქაღალდზე ეწერა, ვერ აცოცხლებდნენ. ხო და ამორჩევლები მოვიდნენ, რომლებიც ბინის რიგში იყვნენ და მთხოვეს მე რომ იქნებ ეს ფული გაგვეცოცხლებინა, მე რომანი ამათ გამოუყოფდა ფულს, რომლითაც აიშენებდნენ ბინებს. და მე ეს ბანონი გელანტია დავიხმარე ამ საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გაცოცხლებაში და ამათ მე ქალაქის საბჭოში დავეხმარე რომ გამოეყოთ ბინებისთვის ადგილები, აი მერვე საანტყოფიდან თემქაზევე გადადიხარ, აი მაშინა შენ და ის ბინები იქ. ხო და მაშინ მითხრეს რომ ამ ხელას საქმე გაგვიკეთე, ახლა ჩვენ ცოტა ჩავიჭრჩებითო და თქვენთვის იმ ხელას გამოყოთ ამდენი უთხრა მაშინ ტყუილა გამიკეთებია საქმე მეთქი. გასაგებია. ანგარებით არ გამიკეთებია ეს საქმე. არა, ხო და ბადონ რურუას უნდა ნახოს რომ მადლობა გადამიხადოს რომ ამ საქმე გავუკეთე. უბრალოდ ვერ შეხვდი. ხო, ნუ კიდე რომელი ერთი მოყვება. გასაგებია. ძითხას. თბილისზე ესოდინება ბატონს სად არის და მოვიდა ჩემთან გენერალური დირექტორი თბილისზე. ცოცხალია ის კაცი. სკიტიშვილი რომ გქონდა. ხო. და წარმოების გაფართოება მინდა და პრეფექტი არ მაძლევს საშუალებასო. მე ვთქვი პრეფექტის რა საქმეა მეთქი. ხო. ანუ არ შეიძლება მომეცი მეთქი ის პრეფექტის ის ხორმოსაც ეგადებს მეთქი. მომცა ეს შეცდომაა დავაწერე იმუშაოს შეუფერხებლად. დაუსვი ხაზი. ხო. აჩვენა პრეფექტმა რა უნდა ეკნა ახლა მაშინ ჩვენ უფრო მეტი უფლებები ქონდა. ხო და იმუშავა გავიდა 3-4 თვე მოვიდა აი ეს რამ შეგაწუხა მეთქი კიდე არაფერი ყველაფერი გავაკეთეო და მაგიდასთან მივიდა დადო კონვერტი. ხო მე ვთქარ ეს ეს მოკითხვის ბარათი არ არის. ხო ეს რა არის მეთქი და ესო თქვენი წილია რა წილი მეთქი და აი კომუნისტების დროს ესე იყო ვინც დაგეხმარებოდა იმას თავის წილი უნდა მიგეცევა. მე ვთქვი ვიცი მეთქი ეგეთი ის რო იყო მეთქი აი არ მაინტერესებს მეთქი. აი მოკდა მეთქი ეგ დრო კაცრემლები წამოვიდა. ნუ თუ მოკდა მართლა ეგ დრო. მოკდა მეთქი ეს დაიჯერე მეთქი. ეს ფული აიღე მეთქი. ოჯახს მოახმარე, ოჯახს აქვს. მაშინ მეთქი უბატონო ბავშვთა სახლი არის ზეგში მეთქი. დაიხმარე მეთქი. ხო, დიდი მადლობა, ნუ წავიდა ეს კაც გახარებული რომ ეს დრო აღარ არის. გასაგებია. ახლა თუ ის ვიყავი რამ გამდრომის მომწელი და ხო. გასაგებია, ბატონი ახლა უამრავი მსგავსი მაგალითია მე ვიცი და მარტო მაგაზე საუბრისთვის შეიძლება 2-3 საათი არ დაგჭირდეს. სხვა თემაზე გადავიდეთ. აი მაგალითად მეგობარი ერთი თენგიზ დარბაიძე და აი ესეთ შეკითხვას ვშამს რომ ეროვნულ ხელისუფლებას ოპოზიცია ბრალს სდებს კონვერგენციის თეორიის მიმდევრობაში. ამ თეორიის ავკარგიანობაზე ისაუბროს. მე მახსოვს გუგუშვილის წერილი იყო მაშინ კომუნისტი გამოდიოდა იქ ამ კონვერგენციაზე. მე ისიც მახსოვს ეს რამდენი წლები გავიდა და კარგად მახსოვს. ისიც მახსოვს რომ ეს რეჟისორი ელდარ შენგელაია გამოვიდა ამის კონვერგენციის გაფასუხოთ და ნახეთო სოციალიზმს არ გვაშორებენ, სოციალიზმიდან არ გამოდიანო, აი ეს რა ხელისუფლება იყოს და ასე შემდეგ. აი უკვე გადავედით ეკონომიკურ საკითხებზე და თქვენ რას ფიქრობთ და ამ თემაზე? ახლა ეს თეორია ახალი არ არის, ძველი თეორია, მაშინაც ჩვენ დროსაც გარკვეულ წლებში პოპულარული იყო. ეს გულისხმობდა შეთანაწყობას კაპიტალისტური და სოციალისტურის
ხო და ჩვენ ამ თანაწყობაში მე ასე მგონია დიდ დროს დავკარგავდით. ხო და მე უთხარი ბატონ ზვიაც რომ ესე იგი არ გამოგვადგება მეთქი ეს გზა და იმიტომ ჩვენი გზა უნდა იყოს სინგაპურის გზა, სამხრეთ კორეის გზა მეთქი. დაჩქარებულად განვავითაროთ კაპიტალიზმი საქართველოში მეთქი. ხო და ფაქტიურად გუშის ხო მითხრა კი ის მაგის თეორია ვიცი მეთქი და იციო და ვიცი მეთქი და რაც ვიცია ლაბა გუგუში გუგუში ხო და იქ ისიც ეწერა თურქეთის გზა არის ჩვენი გზაა და ასე შემდეგ და ეს ხო და მე ვთხარი მაშინ ჯართი შევაგროვოთ მეთქი და გავაგზავნოთ თურქეთში და ეს უნდა იყოს მეთქი ჩვენი თავი ფუნქცია მეთქი თუ გახსოვთ იმ პერიოდში ხალხი მიდიოდა ტურისტებად რაღაც ეს ძველი ნივთები მიქონდა გასაყიდად და იქ რაღაც პროექტი წამოეღოთ ხო და მე ვთქვი ეს ანუ არ არის მეთქი რა ეს ჩვენი გზა ხო და თუ წავად პირდაპირ აი ეს გზა არის მეთქი რომ განავითაროთ რეალური ეკონომიკა და მრეწველობა რეალური ეკონომიკა საშუალო და მცირე ბიზნესი მეთქი რომ ხალხი მასიურად შეებას მეთქი და რა დიდ საწარმოებს აშუქებით მეთქი ხო და მე მომხრე ვიყავი დიდი საწარმოები გაგვეყიდა განმადებითაც მიგვეცა განკარგებაში რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედებულიყო ხალხი დასაქმებულიყო რომ უმუშევრობის პრობლემა არ დაწყებულიყო ჩვენთან ასეთთვის დაწყებული იყო ეხლა რას ვაკეთებთ ამისათვის ოქტომბერი იყო ნოემბერი იყო ისე უკვე აჯანყება არ იყო დაწყებული მაგრამ სროლები იყო ხოლმე და პეპსიკოლოს დელეგაცია ჩამოვიდა ჩვენთან ქართველები მოხერხებული და ხალხია რა გააბეს კავშირი ურთიერთობა უნდა დაეხმარება ხო ამათ ხო და მოვიდნენ შეხვედრა გვინდა მოდით მეთქი აბადე რომელი ჯგუფს აყავდა ჩამოყვანილი ქართული მეწარმეები იყვნენ რომლებიც ახლოს იყვნენ ამ სახის მრეწველობას ხო რა თქმა უნდა ხო და ამ ვილაპარაკეთ ამ პეპსიკოლოსთან მე მაინტერესებდა რატომ აიტამაინც ქართული ჩაი არჩიეს რამე ის ხო არ არის ხო ჩაის საფუძველზე უნდა დაეყენებინა ქართული ჩაისიდან ხსნადი ჩაი ეწარმოებინათ გასაგები ხო ეხლა მე ვთქვი ინდური ჩაი არის მეთქი შრი-ლანკას ის მაშინ შრი-ლანკას ჩაი არის მეთქი ინდოეთის ჩაი ყველა ვცადეთო მაგრამ ხსნადი ჩაი აქედან გამოდის კაი ანუ წვენი უნდა ამ ჩაის საფუძველზე დაემზადებინა ხო და ну განზახურებათა ოქს მოვაწერეთ ხელი ხო და ცოტა ხანში დაიწყებოდა უკვე მოსინჯვა რომელიც წარმოება აიღოთ და იცოდნენ აქ ჩაის გადამწვევი ფაბრიკა არის თბილისში კიდე არის დასავლეთის ჩაის ფაბრიკები და რომელიცაც დაადეთ ხელს იმას თვითონ შეგასყიდით თვითონ განვადებით იყიდეთ და იმუშავეთ მეთქი რა მოკლედ ხო და ну ძალიან მოეწონა თან დაძაბული სიტუაცია იყო დაცვა იყო ქვევით შეერებული და რაღაცა უთხრა ამერიკას ნუ შეგეშინებათ ჩვენ მუშაობთ მეთქი და ეგ იმათაც გაუკვირდა თუ რომ ვიღეთო ეგ გაგვიკვირდა ასეთ სიტუაციაშიო ჩვენ მუშაობთ მეთქი და ახლა ვისაც ომი უნდა ის თავისას მიიღებს მეთქი ხო და გარდა ამისა სხვა ვარიანტებიც ჰქონდა თუნდაც მიონი ხო გახსოვს დიდი როურალოს მან ამერიკელები იყვნენ IBM-ის ხალხი იყო და მაშინ ცნობილი ფირმა იყო ახლა ცნობილია ხო და თვითონ კომპიუტერის დაწყება არა მაგრამ ჯერ წარმოებას გააკეთებდნენ CD-ების, დისკეტების ჩაწერა ხდებოდა მაშინ პროგრამების რაღაცების და მე ნუ თანდათან განვითარდებოდა რა ახლა უცხო ქვეყანაში მოდიან მოსინჯავენ ხო თუ კარგად წავა საქმე თან ისიც მოეწონათ რომ თუ შესყიდვა დაჭირდებათ განმადებით მივცემდით ან რომ გადაეხედოთ ფული არ მთლიანად არამედ ერთ წელიწადში ნაწილი მეორე 5 წელიწადში რომ შენობა ნაგებობის დანადგარები იარაღები მთელი საწარმო ინფრასტრუქტურა აწყობილი იყო მე არ მინდოდა აი მაგიტომაც ეს წარმოებები დანგრეულიყო რომ მე მის ადგილას სახლები აშენებულიყო საცხოვრებელი რა მთელი ინფრასტრუქტურა მოწყობილი საანქრომამდე მიყვანილია წველი წყალი ცივი წყალი ელექტროენერგია ყველაფერი და რატომ უნდა დაანგრიოს შეკითხვა დამებადა წეგან თქვით რომ სხვილი საწარმოები არ მინდოდაო და
წინამორბედობაში ხარ მოვდივართ. არა, სხვილი საწარმოები როგორ არ გვინდა? სხვილი საწარმოების პრივატიზაცია არ გვინდოდა. გვინდოდა პრივატიზაცია არ გინდოდა. ჯერ ხო დავიწყო მცირე და საშუალო წარმოებების პრივატიზაციით. ნახავდით ხალხი მოკიდებდა ხელს და ამუშავდებოდა ეს. კი ბატონო, მე გამოშვებოდა ისეთი მყიდველი, რომელსაც დიდი წარმოებაც დაჭირდებოდა. მე შეიძლება მიცემა და ჩვენ კიდე ვაუჩერების წინააღმდეგი ვიყავით. ეხლა ვაუჩერებზე ქონდა რუსული პრაქტიკა. ერთი თვალი ავაუჩერი ბოლოს ერთ ბოთლ არაღათ იყიდებოდა. ხო და ამაზე ჩვენთანაც ეგრე არ მოხდა? ხო, კონტაქტები ქონდა უკრაინელებთან, ბალტიისპირელებთან, ხო და ყველა გვეთანხმებოდა ჯობდა ჯერ შევკავებინა თავი ვაუჩერების გამოშვებიდან. იმიტომ რომ სადმა გაყიდულიყო საბოლოო ბირჟა არ არსებობდა, ფასენი ქაღალდების ბირჟა არ არსებობდა. უნდა ქუჩაში გაყიდულიყო, ხო ეს როგორც მოხდა კიდეც. ხო და აი გარგვინდოდა ზუსტად, ამიტომაც თავიდან შევიკავით ვაუჩერებისზე გზა და მე მგონი ჩვენი გზა რო ეცლიათ, უფრო ეფექტური იქნებოდა ვიდრე მაგათი გზა. მაგათი გზას ვხედავ. ერთადერთი ქარხანა იყო საბჭოთა კავშირში სახეხი ჩარხების ქარხანა, რომლის პროდუქციას იაპონიაც კი ყიდულობდა. სახეხი ჩარხების ქარხნის ტერიტორიაზე ბინებია აშენებული. მოცემები. ეს ჩარხშენებელის ქარხანაზე ნახევარი ტერიტორია ბინებს უკავიათ და ნახევარი სამეფოების განიავებულია, ზოგი გაქირავებულია და რა არის წარმოება ისი თავისი ესე საბჭოთა კავშირში უძლიერესი საკონსტრუქტორო ბიურო ქონდა ჩარხშენებას. ხო შეიძლება ეს საკონსტრუქტორო ბიუროს პოტენციალი, ინტელექტუალური პოტენციალი გამოგვეყენებინა ჩვენ ამ გასაგებია. ხო და ასე რომ ბევრი ის იყო და ამიტომ ახლა გამოცდილება მე მქონდა მე ელმოშენებელში არ დაბადებულა, მაგრამ იქ გავიზარდე. ხო და ამიტომ მე თავიდანვე მეხმარებოდი ამ ელმოშენებელი ქარხანას მე თუმეტეს მიყვარდა ეს ქარხანა გაყიდვას რუსებზე. რუსები თხოვდნენ. საბჭოთა კავშირში იყო ორი ელმოშენებელი ქარხანა, ნოვოჩერკასკის და თბილისის. ხო ესენი კოოპერაციაში მუშაობდნენ. ხო და თავიდან მაშინ ჩვენ რომ მოვედი ხელისუფლებაში რუსეთიც ასე თუ ისე მუშაობდა, მაგალითად თხოვდა რომ ეს ქარხანა მიგვეყიდა. ხო და მაშინ არქნეს თუ არ უნდა თრავის ვიღაც ხოს ამასთან დაკავშირებით რა მაინტერესებს ცით? ქონდა თუ არა მცდელობა ერთობლივი საწარმოების, რომლებიც არც მაშინ გაკეთებულა, არც იმის შემდეგ თელ ამ 30 წელიწადში და რამაც ჩემი გაგებით და ჩემი ვწოდნით ააყავა იგივე ჩინეთი, იგივე თურქეთი, ესე არის ხო? და ჩვენთან აი რომელიმე არსებობს ესეთი თვალსაჩინო ერთობლივი, მაშინ იყო თუ არა მცდელობა ამისი. მე მგონი მე ჩემ წინში მაქვს, აღარ მახსოვს, მე იქ მაგ შეტანილი, იმიტომ ის მასალები გამოვიკვლიე, ესე 45 ერთობლივი საწარმოზე კონტრაქტი დაიდო და ხელშეკრულებები გაფრინდა. მაგრამ დრო აღარ იყო რომ ამოქმედებულიყო. აი ეს პრობლემაა. და არც ერთი არ მოქმედებულა. ნუ შეიძლება მე შევარდნოს რომელიღაც ამოქმედა. მაგალითად აღარ მახსოვს იმ კომპანიის სახელი. ნატო კომპანია იყო, რომელიც ჩამოვიდა და კახეთში დაიწყო ბურღვა. ხო და შევარდნოს დარჩნენ ეგენი. გააგზავნეს. ხო, გააგზავნეს მუშაობა, იმიტომ რომ შევარდნას საწუნდოდა ხო და ეს სულთად სულედი არ იყო შევარდნაზე. მაინდამაინც მე არ მომწონს ეს პროგრამა სხვათა შორის. ხო და თორე ისე დარჩებოდნენ ისინი, იმიტომ რომ კარგი საფუძველი იყო რომ ასაგები რა უნდა მოგესურვოთ სულ. ხო და მერეც მოვიდა ბრძოლა და ჯერ მაშინ ორჯერ ვიყავი დაპატიმრებული და ბოლოს ხო მოსკოვში დამიჭირეს, იმიტომ წავედი მე პოლონიაში. ხო, აქ უნდა გადმოვეცი. ხო და მაშინაც კი აქ ვიყავი, აქ მტრიალებდი, მაგრამ აქ მუშაობის საშუალება არ ქონდა. უნდა წასულიყავი სხვაგან, ჯერ ბალტიისპირეთში ვიყავი, ხან უკრაინაში ვიყავი, ბოლოს მოსკოვში ჩავედი, იმიტომ რომ მაინც იქ ჩემი კურსელები მუშაობდნენ მთავრობაში და ხო, მაგრამ იმ ჩემი კურსელებმა მითხრა ჯობია წახვიდე, იმიტომ რომ ის შევარდნაზე არის ვენებს გადამეცი თუ ჩენზე. ხო და მაგათ ბილეთი გამიკეთეს ყველაფერი და კიევში ჩავედი, იქიდან გადავფრინდი.
ბატონო, ასე გამალებული რო გეძებდნენ, ძირითადად რის გამო? რის გამო და ფოთში გამოწესეს მე ჩვენ ხელისუფლება ზვიადი რო ჩამოვიდა. ხო, ну, არ მინდა ახლა იქ ძალიან წვრილ მანებზე ლაპარაკი დეტალებს. ხო, და ну, მიანდა გინდა თუ არა უნდა წახვიდო. ისე ზვიად ჩამოგაცილეს რა ესე გამოვიდა. ხო, და იქ პორტის და საწყობების აღწერას ვაკეთებდი და თუ რამე გაიცემოდა, მე ხელს ვაწერდი. მაგალითად, როთი ქობალია ჩამოვიდა, საჭმელი არა გვაქვს ჯარის და რაღაც და უნდა გამატანო. მეოთხე ესე ვერ გაგატანეთ კი. ბატონზეას დაურიგეთ თუ თქვა ეს ხო. რაც ქობალიამ გაიტანა, მე დამეწერა ბუნებრივია. ამ განცხადებას და იმას მევადებდი რეზოლუციას. ხო. მეორე ჩამოვიდა კიდე ქობალია. ხო, იქ კიდე რაღაცები მოხდა, რაც არ გავაკეთე, რომ სასმელი რატომ უნდა გაეტანა ხო? არ გავატანა. ხო, მაგრამ სამაგიეროდ მე ხედრიონი შევიდა, იმან არ დააკლოვა ხო და ყველაფერი დამეწერა მე. იქიდან გატანილი ყველაფერი. რა თქმა უნდა, ხო და მაგას ხთხოვდნენ, რა იქნა ეს? რა საწავი და იქ ხალხები იყო, ვინ წაიღო და საწაიღო. გასაგები. ხო, ის არ აინტერესებდა, თავი მე ვიყავი, ხო და ეხლა მალხაზი და ბებერაშვილი და აღარ ხო გონია გუჯაილო ჩასულები, მე შევარდნაძეს დროს გააგზავნეს მაგ საწყობში აღწერაზე ახლა. მალხაზი მითხრა მე ბებურიშვილი. ხო, ბებერაშვილი, ხო, რო ჩავედითო დავიცოთ მუშაო, აქ ერთი კაცი იყო ზვერდის მომხრეო. ხო და ლიმონას არ ვახსენებდი და არ გვალეინებდა ეს სახელმწიფო საკუთრებაო. იმ საწყობის დაცვაში. ხო, საწყობის დაცვაშიც და ხო. ის კაცი ხო? ხო და იქ მართლა სახელმწიფო ქონება იყო უთხრდებოდი. ну, ის გაიტანა, ახლა ის ხო საბუთში არის გაიტანა და მოსწოე იმას, ხო რატო წაიღო. ხო და ვინ მოსწოს ხო და ის შეურაცხ პროკურორი იყო, ну, ის აი 25 წელი მიუსაჯეთ უხაროდა ჩემზე. ну, შტერი კაცი, ვინ დაეწყნოს არ მაინტერესებს. რაზმაძე? არა, რაზმაძე მე მოგიყვები, უარესი დაემართა, იქ შავ ხალხთან ჰქონდა საქმე და ის ფულები დაკარგა და მე მემთხოვდა, რომ შენ თუ იცნობო ეს მოსკოვშიო ამ ხალხთან შემოხვედრები. მე საიდან არ შემოხვედრებინა, რაზმაძე ახლა შავ ხალხს მითხარა. მე დამიჭირა იქ და თბილისში კიდე. სახლიდან ამიყვანეს რაზმაძესთან მიმიყვანეს და ჩამივშვა ეგრევე ციხეში. ანუ თავარი ბრალდება რაც შენს მიმართ იყო იმ საწყობები და პროდუქციის გაქრობა, რომელიც ისევე თვითონ ახონდა კურჩისტებს წარებული. ხო, ძირითადი ნაწილი იმას წაიღეს, თორე რაც წაიღო აგერ იმან იგითხარი ქობალიამ. მეტი არ წაუღია. ორი კამაზი წაიღო რა, სულ. გასაგებია. ესე იგი ეკონომიური დანაშაული მოგიდეს საბუთად და არა რამე პოლიტიკური. ხო. ну, მე შემიწყალეს მithomის, მაგრამ შეწყალებაც როგორ გითხრა, დაიკიდონ ერთ ადგილას საჭიროა და თვითონ ხმარობენ, რა ვიცი. გასაგებია. ბატონო, ჩვენ წინა გადაცემაში დაახლოებით ასეთი ეპიზოდი ქონდა, რომ ერთ-ერთმა მხედრიონმა მაგითხრათ, რომ ხო, დანაშაული რაც მე დავებით რომ უთხარით, პრივატიზაცია რატომ არ დაიწყეთ? ხო და ბატონი ქართლოსი ბახსოლიანი კითხულობს, რომ მართლაც კიდე გამეორებით უფრო ცოტა მეტი სიღრმე მივცეთ, რომ ჩემი გაგებითაც იმ მხედრიონების არ იყოს. ერთ-ერთი თქვენი აი რაც დააკნეთ, რაც ვერ დააჩქარეთ და რაც გამოიყენა შევარდნაძემ, რომ დაარიგა ეს ყველაფერი და ამით მოიმაგრა ძირი, იყო რომ პრივატიზაცია შეჩერდა თქვენ. შეჩერდა კი არა. ნელიტებით დაიწყეთ. აი მასე თუ შეიძლება. ეხლა მე ვიყავი საგანგებო კომისიის წევრი, ხო? აღმასრულებელში არ ვიყავი მე. თავრობაში არ ვიყავი. ხო და კანონების ამოქმედების ვადები იყო ოქტომბერი-ნოემბერი. აი ესე იგი პირველი კანონი მივიღეთ მეწარმეობის კანონი. ეს ყველაფერი ეს კანონები არის თქვენ წიგში თავმოყრილი. წიგს აქვია და გამოვიდა, თუ შეიძლება უთხრათ მაყურებელს. ხო, ეროვნული
მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკა ასე ქვია. ეროვნული მოძრაობის ეკონომიკური პოლიტიკა. თქვენი წიგნი გამოვიდა. სოლიდური წიგნია. 600 გვერდი თუ არ ვცდები. 400 გვერდი და გამოვიდა 3 წლის წინ. 3 წლის წინ, ხო, გამოცა იმან ინტელექტმა. ხო. კახაკუდავას ინტელექტმა. ხო და აი ეს კანონები, რომელიც მიიღო რეფორმების კომისიამ, ბატონიგივის ხელმძღვანელობით, მაშინ თავმოყრილია აი ამ წიგნში, ახლა რომ დაასახელო. ხო, სხვათა შორის, ჩემ კომისიაში სამუშაოდ მივიყვანე მალხაზ ბებერაშვილი და ელგუჯა ექსეულიძე. კი, ჩემი მეგობრები იყვნენ, არ ვარყოფდა არც მალა მას, იმიტომ რომ ღირსეული ხალხია, მშრომელი ხალხია. პატრიოტული ხალხია და ეხლაც უკვე ჩემი ასაკის ხალხია 74-15 წლები არიან. ორივე მუშაობს სამსახურში. იმიტომ რომ საჭირო ხალხი. კი, ელგუჯა ფინანსთა სამინისტროში, მალხაზი იმაში. საგადასახადო. სამედიცინო ინსტიტუტში მუშაობს ახლა, ხო. ეკონომიკური განხილვის რაღაც, ხო. ასე რომ ეგენი რომ ცუდები ყოფილიყვნენ, ფუნქციონალები ყოფილიყვნენ, აქამდე ვერ იმუშავებდნენ. გასაგებია. ხო, და ჩემთან კიდე დღე და ღამე სასწორებდნენ. იმიტომ რომ მე მეგობარი ვიყავი და ხარში მედგნენ. კი. და ეხლა მადლობელი ვარ მაგათი. ახლა კიდე ხარში გედგნენ, ვინც მე მახსოვს დავით იაკობიძე შემო ფინანსთა მინისტრი. მე კონსულტაციებს შეღებდი, კი. სუცქირიძე, აქტიური ეკონომისტი და მოაზროვნეზე და ასე შემდეგ. აი ეს წესიერი და პატიოსანი ხალხი, რომლებიც ახლაც შრომობენ და ის ქონდა კიდე მეწარმეთა საბჭო, რომელთანაც ჩვენ კანონ პროექტებს სანამ გავიტანდით განსახილველად უზენაეს საბჭოს ხდომაზე, იმათთან ვათანხმებდი ხოლმე, აი რა მოწონდათ და რა არ მოწონდათ. ეს პოპულარული იყო, იმიტომ რომ იმათაც შეძლებოდა საშუალება იმ კანონ პროექტზე რაღაც შეგავლენ და მოეხდინათ, თუ რამე არ მოწონდათ რაღაც. ხო და ახლა რაც შეეხება პრივატიზაციას. კი, ცოტა დაგვიანებული ჩანს, მაგრამ შეყოვნებული. თუ გადავხედავთ, აი სხვათა შორის იმ ჩემ წიგნში მაქვს მოტანილი, ვინ როდის დაიწყო პრივატიზაცია. და ჩვენ არ ჩამორჩენა არ ქონდა დროში რა, ფაქტობრივად თანაბრად მივდიოდით. პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყაზახეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვიის ქვეყნები. ხო, ბალტიის ქვეყნები და ეს ბელორუსიას და კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩეხებთან, მაგრამ თხოვეს ჩეხეთის ფინანსთა სამინისტრომ თხოვა ჩვენი კანონ პროექტები. ხო, ინგლისურად ათარგმნე, ქონდა ეს და გავუგზავნე ინგლისურად. მადლობის წერილიც მომივიდა, რაღაცებიც მიწერ-მოწერა ქონდა. ასე რომ იზოლირებულად არ მუშაობთ. ხო და ეხლა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჯაბა იოსელიანის წიგნიდან. ჯაბა იოსელიანი წერს თვითონ, მისი შვილი შევიდა მასთან და ერთ-ერთი რჩეული შვილისთვის ითხოვდა ტანკა რემონტის ზაუდია, სატანკო სარემონტო ქარხანას. რჩეული შვილი ვახტანგი? ვახტანგი, ხო. ხო, აი პრივატიზაცია გინდა და უკვე იქ მარცხენაინით ცნობენ, აი მაგის გაშინება, ხო. გასაგებია. ხო და ჯაბა სწორედ მოიქცა ისე, აი მე რამეში შეიძლება არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ მოიქცა. რა ჭირათ უნდა ვიყავ ეს ქარხანა, ეგ ვერ არის კარგად თუ არ მიცა. სწორია, ის უნდა გაყიდულიყო, თუ გაიყიდებოდა, ან ვინმეს ეყიდა, ფული გადაიხადა, რატო ისე, აი მითხარი. უფასოდ ვიცი, რატო? ხო და აი მოახდინეთ ჩვენ გოლიათის პრივატიზაცია. კი. ხო, იქაც შეხლა შემოხლა მოხდა, იმიტომ რომ გოლიათს დაუწესეს თანხა, რომ ის უნდა გადაეხადა. ხო და მე სხვანაირად მინდოდა ეს გაყიდულიყო. კი, კოლექტივს ეყიდა ეს საწარმო. მაშინ პრივატიზაციის სამინისტროს ჰქონდათ შექმნილი მე არა, ჯერ არ იყო. მაშინ ხელმძღვანელობდა პროცესებს, ვის უნდა ეხელმძღვანელა? მთავრობა. მუშილის იქ ქონდა ჯგუფი იყო? კი, ხო, ის მუშაობდა. ხო და იმიტომ რომ თვითონ ის რომ გაყიდო ცირე საწარმოა. ეხლა ცირე საწარმოებში რა როგორ იყო მაშინ ხელმძღვანელის ფულით ტრიალებდა. ხო.
ხო და კი შეიძლება თანამშრომლებიცაც წილი მიუძღოთ. ამიტომ ჯობია კოლექტივს მიყიდო და კოლექტივმა გაარჩიოს ვის რამდენი წილი ეკუთვნის იქ. ხო, თანამშრომლის ისე ხო დატოვები, მასაც უნდა მიცი თავიანთი წილი. ხო და ამიტომ ეს ჯობია კოლექტივს გაყიდულიყო, თუ ხშირად მოხდებოდა გაუგებრობა და რაღაც აგერ სასამართლო მქონიყო, რომელიც გაარჩევდა ამ საქმეს რა. ყველაფერში ძირამდე ვერ ჩავიდოდით ამ როზე ძალიან რთული საქმე. ხო და ამაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან მახსოვს ეს, იმიტომ რომ ერთხელ ლიმონადს იღებდა ჩვენთან და 14 კაპიკი ეწერა 15 წელი დახუნდა. მიშა ერქვა იმ კაცს, მიშაზე მეთქი ეს რატო გიდიმეთქი, ხო. აი ეს კაპიკი რა გიშურვა მეთქი და ხო და შეიძლება პატარა ხარო გაიზრდა მე ვთქვა მაინტერესებს მეთქი ეკონომიკური დინამიკით ჩავარდა და ნახო უნდა ვიცოდეთ. და მე მომიყვა რა ესე თუ არ დაუტოვე რაღაცა არ მოვიტანა ლიმონადს. თუ არ დაუტოვე რაღაც ფოტოს არ წაიღებენ. ხო და ყველა სირდებოდა ხო. ხო და მე ეს მონომდე გამყვარეს ისა რომ მე ვიცოდი რომ იქ კერძო კი არის ხომ არ მცირე საწარმოა რა იქ ვიღაცის ფული ტრიალებს. შეიძლება ნაცეცხლები ფული ტრიალებს და მე გასწორება უნდათ რა ვიცი, ნუ თვითონ უნდა გაერკვიოთ რა. ხო და ესეც შემი გამოსილება არ ქონდა და აი ახლა ვფიქრობ რო ახსენეთ ჯაბას სიგნი ვფიქრობ რაზე რადიკალურად გავსხვავდებით თურმე ადამიანი მე რო არ მოგწონს იმისას ვერაფერს ვერ ვკითხულობ არ შემიძლია მე არ წამიკითხია ჯაბას სიგნი არა და გრძნობ და ვფიქრობ რომ იქ არის ბევრი საინტერესო მომენტი აი თქვენს კომპლექსი დაგიძლევიათ კი ყველა მოწინააღმდეგის თუ რამე წიგნი გამოუცია ყველა მიშონია და წამიკითხია და შოვნაზე გამახსენდა ბატონიკივი ჩამოა 2-3 კვირით შეგულებაში იმიტომ იქ მუშაობს ოჯახს რჩენა უნდა და ვიღაცას გონია რომ აქ დასასვენებლად ჩამოვიდა იქ დატვირთულია სამსახური ხო და ეს კაცი კიდე რაც აქ იღლება მე მგონი იქ არ იღლება დარბის და ნაცვლების შეხვედრა რაღაც საქმეებზე წიგნების მოგროვება აი ახლაც თუ შეიძლება ეგ წიგნი მაჩვენეთ რა აი ახლაც შეიძინა შეიძინა წიგნები დაიტვირთა აი ახლა შეუძენია რომელ წელს არის გახსნა 36-ში პეტრე სანამ აქ მოვიდა იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებები ვაჟაზე და თონეზე და ზოგადად იმ დროზე ხო და შეიძინა და მიაქვს რომ ჩაუგждდეს იქ ქრონინგეში და ამის გარდა მე რაც ვიცი თორნიკე შარაშეიძის წიგნები იყიდა 3 წიგნი დიპლომატიის ისტორიიდან და ჩაუждდება და პარალელურად იმისა რომ იქ ჰოლანდიელ მოგზაურთა და ისტორიკოსთა ცნობებს აწეს საქართველოზე და ველოდებით კარგი წიგნი იქნება როცა დასრულდება აი ესეთ წიგნებსაც ამუშავებს ფაქრითა თუ კალმით ხელში და გარდა ამისა ისე ცნობები იცის ხოლმე რომ ტელეფონით ველაპარაკები რაღაცა მე აქ ცხოვრობ და მე არ ვიცი ბატონო გიდი ერთი კიდევ ესეთი შეკითხვა გაქვს არის ესეთი იურისტი ბესარიონ ბოჭორიშვილი და ესეთი ზოგადი შეკითხვა დასვა საქართველოს გეოპოლიტიკური მოცემულობა როგორ ეკონომიკას ითხოვს და ერთი წუთი წეღან დამოვიცდა უნდა შეკითხოთ აი კონვერგენციაზე რო ისაუბრეთ ეგ კონვერგენცია რო გამოიყენეს ჩინეთმა მაგალითად ხომ გაუმართლად კი მაგრამ ჩინეთში ხელისუფლება ერთი ის არის პარაკომუნისტური პარტია და თვითონ ახორციელებს მთელ ეკონომიკურ პოლიტიკას რა ჩვენი ხალხივით ქართველი ცოტა სხვა ბუნების ადამიანია არ როცა მაღლავა თანამდებობრივა იმაზე გულისხმობ არა თვითონ ხალხიც არა აი პრივატიზაცია რატო არ დაიწყე ხო არა და მივდიოდით გრაფიკით ვერითმენენ უნდა თუ ჩქარა მოხდეს ეს ყველაფერი აი რამდენმა იყიდა ობიექტი რაღაც ხო რომელიც ნაყიდია და არ მუშაობს მაშინ ფული ქონდა და იყიდა იმის რომ მე გაიყიდა და არა იმის რომ აი მომქმედებინა მithumet ეს მიწები და ესეთი უძრავი ქონება კი ბევრი ისინი მცირე საწარმოები და ისინი გაიყიდა ეს ქონებაში წავიდა და არა მოძრავებულა რა
ხო და ამიტომ აი თუნდაც ის აი რა თუნდა ის სატანკო სარემონტო ქარხანა ქონება გაყიდიდა მე რაღაცებზე სულაც თურქეთში გაიტანა ხო დარჩებოდა შენობა და შენობას კიდე გამოიყენებდა რაღაცაში და გაყიდიდა კი იმასაც და აი ჩვენ გვინდოდა რომ აი კერძო მეწარმეობა და ეს განვითარებულიყო რომ კი თავიდან აიმიტომ იყო ვამბობდი რომ თავიდან მე ვამბობდი რომ პირველი სართულები მეთქი, სახლების მეთქი, იქნება გამოვათავისუფლოთ მეთქი. ნუ საშუალება იქნება, რომ მე მივიცეთ აი მაღაზია გახსნას, ან რაღაც გახსნას და როგორც შემდეგ მოხდა პრაქტიკაში. ხო, მაგრამ თავიდან ფული რო არა აქვს, არა მივიცეთ ისა, ვინც გააკეთებს, ხო ერთად მოახმაროს, ვინც არ გააკეთებს, უთხრათ რომ არა ძმო, შენ ვერ აკეთებ და ახლა სადამდე გადვროთ, ჩვენ გვეჩქარება. მოვიდა შევარდნაძე და ის პირველი სართულებიც მისცა და მთელი კორპუსებიც მისცა, ხო? აი ერთი გამახსენდა, კი, ელმამაშენებელ ქარხანასთან გადმოსული. იყო მწვანილების მაღაზია. ჩემი აურჩევლები იყვნენ ასაკოვანი ხალხი და ჩვენ ხო ყველა დეპუტატს თავის წარმომადგენელი ყავდა იმაში, საარჩევნობაში. ის უნდა ჩემი ნახვა უნდათ. ხო და უთხი აი ბიჭი იყო სათავშორის მაღაზიის მეპატრონე. არა, ეს ბიჭი ვინც ჩემი ის იყო. წარმომადგენელი. ხო და დამირეკა და ეს მოსულები არიან შენახა უნდა თუ უმშევრები არიან. გამოგზავნე მეთქი შენ. ხო, მოვიდნენ ვილაპარაკეთ და აი ვაჟობის მუშაობთ. შემცირებაში და მოგვაყოლეს და უმშევრები ვართ და იქნებ რამე დავიხარო. მე ეგრე უცხარი აი მწვანილების მაღაზია იყო ელმამაშენების გადასვლები მეთქი. გაუქმებული არავინ არ მუშაობს მეთქი. აი შენობა რომ გაგიგეთოთ მეთქი, იმუშავებთ მეთქი. უმამარაგეთ გაყიდეთ სიბერში მოგახმაროთ მეთქი ისე. კიო, გაუკეთე. ესე იგი, გაიფორმეს ყველაფერი დაიწყეს მუშაობა. საიდან ვიცოდი რომ კარგად მუშაობდნენ. დედაჩემი და მამაჩემი ცოცხლები იყვნენ. და ადიოდნენ თუმე გივი როდის აი ხო უნდა ეხარებინათ რომ ეს ხო მე ყველაფერი ვიცოდი მამაჩემისგან რომ კარგად მუშაობდნენ ხო 2007-ში ჩამოვედი პირველად როცა უკვე წასული იყავით დამხობილები იყავით ხო და ისინი აგრძელებდნენ მუშაობას ხო მაგრამ მე ვინ დაუტოვებდა შევარდნაძე და შევარდნაძის ხალხი დაუტოვებდა იმათ იმ ხალხს ისეთ კაი ადგილს და მე წაართეს და ხო მაგიტომ გელოდებოდნენ რომ იქნებ დაგვეხმაროსო ხო ეგეც არის რა უნდა ხმარები რა ქონდა რითი უნდა დახმარებოდი შევარდნაძეს ვინ მიყავდა გასაგებია ხო და სხვათა შორის ბაკურგულო ელაპარაკა შევარდნაძეს შენზე ბაგონი ბაკური ელაპარაკა უთხრა ჩამოვიდეს იმუშაოს ბაკურმა დამირეკა ბაკურმა და მე უთხარი მეთქი დიდი მადლობა მოუხადე ბაკურს ხო და ჯერ ერთი მეთქი ზვიას უერულატებ მეთქი გასაგებია ხო ეგ და მეორე შევარდნაძეს ვერ ვინდობი მეთქი რა ხო იცი მაშინ ბაკური მეგონი პრემიერიც იყო და რაღაცა ხო ხო და გასაგებია ბატონგი ხო ისევ გავიმეორებ ამ შეკითხვას ბესარიონ ბოჭორიშვილის საქართველოს გეოპოლიტიკური მოცემულობა როგორ ეკონომიკას ითხოვს, არ არის ისეთი მარტივი შეკითხვა. არ არის მარტივი, ძალიან დიდ ყურადღებას ითხოვს, მithumetes ჩვენ ზაჯვარედინზე ვარსებობთ საქართველოს. ხო? ამ პოტენციალსაც გამოყენება უნდა. ეხლა ეს არის როგორც კარგი, ასევე ცუდი. ხო, გამოყენება. როგორ გამოიყენებ ფინანსია დამოკიდებული. უნგრეთში ვიყავით ჩასული კაკო მე და კაკო და მე ვიყავით კიდე ერთი კაკო ასათიანი ხო და ხორმის პრობლემა ჰქონდა კაკო უთხრა და არა ნუ თქვენ ფული არ აგაქვთ და საიდან გადაიხდით მე მგონი მაშინ კარაქი ჩამოიტანეთ ასე მახსოვს ჩვენაც ჩამოვიტანეთ იმას ჩამოიტანეს ფინანს სამი მთავრობა შემოიტანა ჩვენ პარლამენტი ვიყავით ჩამოიტანა მაგ დროს ხო კი უნგრეთიდან კი არ ვიცი უნგრეთიდან არ მგონია ხო და არ გვენდობოდნენ ფული რო არ ქონდა გასაგებია ხო და კაკოს უთხარი მალაპარაკე მეთქი გადავლაპარაკე
ხო და აი ჩვენი საგილაპარაკებო თუ ეკონომისტი ავდეს ხო უთხარი კი მართალია მეთქი თქვენ ხორბალი გაქვთ ჩვენ ფული არ გვაქვს მეთქი და იქნებ ფული ერთად გავაკეთოთ მეთქი და ჩვენი ფული ნაწილი და თქვენ გაგისურვოთ ამას მეთქი და როგორ იმათი ვერ მეკითხეს მე უთხარი უნგრეთს მეთქი ისეთი ადილი უკავია მეთქი ევროპაში მეთქი როგორც საქართველოს დაახლოებით რა სამხრეთ კავკასიაში მეთქი შევქნათ მეთქი ერთული სატრანსპორტო საწარმო მეთქი გემები თუ ზიდოთ მეთქი იქიდან აქეთ ტვირთები მეთქი აქედან იქით ხორბალი და რაც იქნება კიდე ევროპიდან მეთქი ხო და შემოსავალი ხო გავიყოფთ მეთქი ჩვენს გაგისურვებთ ამ ხორბლის იმაში ძალიან მოეწონათ ეს იდეა შევქნათ ერთული წარმოება და დავიწყოთ მუშაობა ხარი ეგრე არა მეთქი ჩვენ მაინც საკანონმდებლობი ვართ მეთქი და გამოგიგზავნოთ მეთქი მთავრობიდან იცონა ამაზე გელაპარაკოთ მეთქი და მოვაწეროთ ხელი ძალიან კვაყოფილები დარჩენ მოვაწეროთ ხელი ნუ განზრახულობა და ოფსურას მსგავს და ესე ხო და ესეც იმის გამოყენებაზე იყო გამიზნული ჩვენი გზაჯვარედინი როგორ გამოგვეყენებინა ხო რა თქმა უნდა ხო პირველი ნაბიჯი იქნებოდა ამისი ხო თუმცა ოპოზიცია სხვათა შორის შეხვდა როგორც ცხენზე შენუდგარი ხმალა მოგებული რატომ არა ვაქო მანქანები ივლიანო დავიძურდება ჰაერიო ну а ესეთი რაღაცები რა ისურვები მე ასე მგონია ხო მაგრამ სამწუხაროდ მაგაზე აი ეს ვიღეთ ჩვენ ალკული აი ამ შეთესული მეშურები იმიტომ რომ რა დროს ეგ არის და კი ბატონო არ გინდათ ანუ გინდათ და მაშინ თქვენ მიხედეთ საქმეს აი ეგრე ხო ну რა ვიცი აი ესეთი ისინი იყო ხო და აღარ მინდა მაგ თემაზე საუბარი იმიტომ რომ მე დავიწყო ამ თემაზე საუბარი ატყდება ისა იმიტომ რომ იმავე ღამეს აი ეს კამათი რომ მოვიდა პარლამენტში ამ საკითხზე ტოკიო სიმბოლმა დამირეკა აი აქედან ვიცი ონური გაზეთების სახელი ასახი დამირეკა როგორ თქვენ უარსამობთ თუ საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზეო ასე ამერიკიდან და ამერიკის დოდონა იზრია მანდიდან გავიცანი ეგ რა სად დაკავშირებით რატო აფორიაქებულა რატო ინვესტიციების კანონებს ვიხილავდით და მე ინვესტიციები უნდა ჩადებულიყო აუცილებლად ამ საავტომობილო ქსელების განვითარებაში ამ გზაჯვარედინის გამოყენების აუცილებლობაში და იმის გამო რომ არ უნდა და ტრანსპორტი იქნება და რაღაცა და წინააღმდეგ წავიდნენ მანის პარლამენტში არ მინდა დავასახელო ისეთი ისინი რა დეპუტატები ის ისე არ განაცვლები არიან და რა ასე ეხლა რატო არ წინააღმდეგები ეხლა ვინ არის ამასადი სიტყვა მოიტანა და ბარემ ამით დავასრულოთ თითქოს რაღაცნაირად გამოცოცხლდა სავიჯია დისპური მოძრაობა თქვენ რამდენიმე წიალდება გქონდათ რამდენიმე ჯგუფია და ჩვენთან მოდი აი მოკლედ როგორ დაახასიათებ რა მდგომარეობაშია ეს ხალხი ეს მოძრაობა და რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ბიბლიაში აი გამოთქმა არის რა გამოგაჩინოს შრომაში იმუშავე გამოჩნდება რა ესე საქმეთა ჩვენი რა ხო თორე ესე როგორ გინდა ამ ხალხს აუხსნარო შეხან მართალი ზვიადი არ არის ზვიადის მაგირად ვიგაცოს ზვიადობას ახლა ხო და შრომა გამოგაჩენს რა თუ მაგარი ხარ თუ შეგიძლია ხალხის გამოყვება და მე უკვე მარცხნისის უკვე დავერდი რა ამ დროს ახალგაზრდა არ ვარ და რა ვიცი მე მინდა ახლა ჰოლანდიის ისტორიას თავი ხო ეს მიყონო გოლონდი და რა ვიცი მე ნახოთ რა იქნება სულხან-საბამ როგორ უთხრა ლუი მე-14-ს იმან რო უთხრაოდა ობედიოდა ისევ ხნეთ გამოიყურებით რომ ბევრი ინატრებდაო ეხლა დასასრული როგორ მინდა იცი დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა ბატონი გივი იქ ძალიან წვალობს და ღმერთმა მეტი მისის პატარა შემოსავალი რაც ახონდა აკუმულირება გაუკეთა და ბინა იყიდა ხო და ეხლა როგორც ვატყობ თვითონ და თავისი ოჯახი მოწადინებულები არიან რომ მაქსიმუმ რამდენიმე თვე და უნდა ჩამოვიდნენ იმიტომ რომ ამათ სავით რომ საქართველოს ენატრება სამშობლო ენატრება მე მგონი იშვიათია ემიგრაციაში მე მინდა ბატონო გიგისურვოთ წარმატებები და შემდგომი ზაფხული აქ ერთად გავატაროთ უკვე საბოლოოდ ჩამოსულებმა
ვეცდებით, მაგრამ ხო ის კაცი ბჭოლდა, ვერთი იცინებდა. რა აცინებდა. დიდი მადლობა, პანსიონო ტელემაყურებელო. დიდი მადლობა. დროებით.